ღმერთი არავის არ წარწმუნდოს. ღმერთი ადამიანების საცხონებლად მოვიდა. როგორ შეიძლება ღმერთმა ადამიანი წარწმუნდოს? ეს ხო გამორიცხულია. როგორ შეიძლება ღმერთმა ადამიანი დასაჯოს? ეს გამორიცხულია, მაგრამ შენ თვითონ ჯის საკუთარ თავს. შენ თვითონ გამოგავს განაჩენი საკუთარ ღმერთს კი არ გამოგავს განაჩენი შენთვის. შენ გამოგავს განაჩენი შენთვის. შენ რომ მემრუშე ხარ. შენ რომ მამათმავლობას სამართლებ. შენ რომ დედათმავლობას სამართლებ. შენ რომ ნარკომანიას სამართლებ. შენ რომ ლოთობას რო ამართლებ. შენ რომ გამკითხველობას რო ამართლებ. შენთვის რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს ეს ყველაფერი. და მე რას რო იძახი ამ ცოდვებზე და მე რას რო იძახი ამ ცოდვებზე. ამას რო ამბობ სულ და თა რაღაცა ღმერთი მოწყალია. ღმერთი მოწყალია. ღმერთი როგორც მოწყალია, ესე მარცაჯულიც არის. ქრისტემ შენს გამო ჯვარცმა დაითმინა. ქრისტე შენს გამო ჯვარცმა დაითმინა. და ქრისტეს სიტყვებია, ზუსტად ქრისტეს სიტყვებია, ადამიანებს ეუბნება. წადითო თქვენ წეულებო, ქრისტე ამბობს. თქვენ წეულებო თქვენთვის და თქვენი ეშმაკებისთვის, თქვენი ან გამზადებულ ადგილზეო, სადაც მათთვის გამზადა ეს ადგილიო. ამას ადამიანებს ეუბნება. იცი რომელი ქრისტე ეუბნება ადამიანებს, რომლებიცაც მოვიდა და ყველაფერი დაითმინა მათთვის. ჯვარცმა სახეში ნერწყვა, დამცირება, ყველაფერი მათთვის დაითმინა. და ესეთ ადამიანებს და ვინც მან გააჩინა, ღმერთმა გააჩინა, არც ერთ თავისნებით არ დაბადებულა. არც ერთი ადამიანი თავისნებით არ დაბადებულა. და ესეთი ღმერთი ეუბნება თავის გაჩენილ ადამიანს, რომ შენო წეული ხარო, შენო ეშმაკეული ხარო. ღმერთი ეუბნება ამას. ეპისტოლეებში წერია, რომ თქვენო ეშმაკეულები ხართო, ადამიანო, რომ თქვენო ეშმაკის გზას მიყვებითო, თქვენო ეშმაკის გზა აერჩიეთო. ამ გზაზე დგახართო, რომელიც არის ფართო და ეშმაკისთვის იმით არის, აქ ვთქვათ, ტაშფანდურით მოწყობილი ეს ყველაფერი. წარმოიდგინე შობის მარხვა და მე მინდა ვკითხო ამ ერს, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს ეძახის. ჩვენ ვაკეთებთ ამას, ვემზადებით ამ შობის მარხვისთვის. სულ წარმოიდგინე კამათია თელ ერში წარმოიდგინე და ზოგიერთი სასროპი, რომელიც აი სულ აკვირდები, აი ღმერთი ნახე როგორი მოწყალია ღმერთი და ყველა სახეს როგორ აჩენს ღმერთი. ზუსტად ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც პანდემიის დროს ებრძოდნენ ზიარებას, აღსარებას, ეკლესიას, წირვალოცვას, მღვდლიან ერიანთ იგივე ხალხია. ზუსტად იგივე ეპისკოპოსი, ზუსტად იგივე სასროპირი, ზუსტად ერთი და იგივე. მღვდელი, რომელიც ამბობდა, რომ მეო მწვენიაო, მეო თურმეო დიაკონს ვაზიარებდიო ბარძიმითო და წირავდიო. მე როგორი უნამუსო მღვდელი ვიყავი, რომ ბოლოს ბარძიმს იღებდაო, დიაკონიო და შეიძლება ის მოწამულიყო, ზიარებით, ქრისტეთი მოწამულიყო. მღვდელი ამას ამბობს. ზუსტად იგივე ადამიანი ამ მდგომარეობაში არის. ზუსტად. აი ერთი და იგივე ხალხია. ერთი და იგივე ეპისკოპოსი, რომელიც ჯვარზე მთხოვას უგზავნებდა ხალხს, ეუბნებოდა, რომ ტაძრებში არ მიხვიდეთ და მოდი ჯერ ჩვენი სახლები ვაქციოთ ეკლესია და ტაძარში არ მიხვიდეთო. ქრისტე ამბობს, მე ვარ გზა და ცხოვრება, მე ვარ ჭეშმარიტება, ჩემს გარეშე ვერ ცხონდებით და ეს და ეკლესიის გარეშე ვერ ცხონდებით. ქრისტემ დააწესა ეს ეკლესია. და ის ქრისტეს მსახური ამბობდა, რომ ეკლესიაში არ მოხვიდეთო. ეკლესიაში არ მოხვიდეთო. სახლებში იყავითო, აღდგომასო. თქვენ აღდგომას. და წითელ პარასკევს ეკლესიაში ნუ გამოხვალთო. და ქრისტეს თაყვანი არცეთო. მაცხოვრის ჯვარცმის დღეს წარმოიდგინე. მაცხოვრის ზუსტად ერთი და იგივე ხალხი. ერთი და იგივე ადამიანები. და მე მინდა პირდაპირ მათაც მოუწოდო, დააფიქრდით. ეს ლიბერალური აზროვნებით ვერ გადარჩება ეს სამშობლო და ეს ერი. არ არსებობს, ან ცხელი უნდა იყო, ან ცივი უნდა იყო, ესე ნელთბილი და ვიღაცებზე მორგებული ცხოვრებით ვერ იცხოვრებს. ვერავინ ვერ იცხოვრებს. ერთგული უნდა, ცოცხალი რწმენა უნდა კონდეს, ქრისტე უნდა გიყვარდეს. არ უნდა იყო პირმოთნი არ უნდა იყო. ადამიანების მოჩვენებითად არ უნდა აკეთებდი ამას, რომ ვიღაცამ ტაში დაგიკრას. შენ ღმერთთან წარდგები, ღვთის სამჟავროზე წარდგები. ღვთის სამჟავროზე წარდგები, ღმერთი კითხავს, ღმერთი იმას კი არ კითხავს, ვინ როგორ გექცეო და ვერას აკეთებდა. ღმერთი კითხავს, შენ როგორ იქცეოდი. ჯერ ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა, რასაც ჩვენ ჩავდივართ ყოველდღე. რასაც ჩავდივართ სულ ყოველდღე, ყველა წამს, იმდენ სიბილწეში და იმდენ სუდებში ვარ. კიდევ ღმერთი უნდა უარყოთ ამ ყველა ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა. ეს გვეყოფა მოსანანიებლად. კიდევ ღმერთს უნდა დაუპირისპირდეთ და ქრისტიანი კაცი, ქრისტიანი შენი ნანკერებები გეყოფა, შენი ცოდვები გეყოფა და სულ ცნემლებში უნდა იყო და ღმერთს უნდა თხოვო, ღმერთო მაპატიე, ესეთი ვარ, აი ღმერთო მაპატიე, შენ გარეშე მე ვერ ცხონდები და ვერ გადავრჩები. მე შენ ღმერთო არ გიღალატებ, ვიცი რომ ეგეთი ვარ, ვიცი რომ სუსტი ვარ. და ღვთის მადლი ძალიან ბევრი სასროპირი მიხვდა ამას. ძალიან ბევრი სასროპირი მიხვდა ამას. მაშინ რომ შეცდომა დაუშვეს და იცით როგორ არიან დღეს? აი ღმერთმა დაიფაროს, კიდევ რომ გამეორდეს იგივე რაღაცა. ისინი პირველები დადგებიან. ვინც დაიცავენ ქრისტეს ზიარებას.
ვინც დაიცავენ ამ წითელ პარასკევს, ის ვინც ტაძრები დაუკეტა, ისინი დაიცავენ ეკლესიას ყველაზე მეტად. ოღონდ ვინც ეს გააცნობიერა, რომ რამხელად ყულში აღმოჩნდნენ მაშინ. რამხელად ყულში აღმოჩნდნენ მაშინ. და რამხელად ყული იყო ეს ყველაფერი. ბევრმა ღვთის მადლით ეს გააცნობიერა, ბევრი მიხვდა ამას. ესევე მრევლის წევრებიც. რამდენი მრევლის წევრი მოვიდა და მამო, აი, როგორ მოვიდა ეს მამო, აი, რა ის რა დამემართა მამო. ცხოვრებაში ვერ ვაპატიებ, ჩემ თავს რომ აღდგომას წირვაზე არ ვიყავ. ცხოვრებაში ჩემ თავს ამას ვერ ვაპატიებ. რა ვქნა მამო, აი, არ ვიცი, რა გავაკეთო რომ ეს დღე დავაბრუნო, უკან რომ ამ დღეს ესე არ გამეკეთებინა. იცი რამდენი მოვიდა და რამდენმა გუწრფელა თქვა. აი სხვა დროს, აი სულ რომ მოვკვდე, ამას მე აღარ გავაკეთებ. არ გავაკეთებ ამას. არც არავის არ დავეჯახები ამის გამო. იმიტომ რომ მე ვიცი რა არის ქრისტე უკვე, იმიტომ რომ მე იმ დღეს მოვკვდი, აქ რო არ ვიყავი წირვაზე და რო უყურებდი ამას და რო ვერ მოვედი წირვაზე და რო გავიდა ეს ერთი კვირა, რო გავიდა ეს ორი კვირა და ყველაფერი დამთავრდა, მე მეხვდი რომ ამ ხელა შეცდომა დაუშვი. ბევრმა გაიაზრა ეს და ბევრი მიხვდა ამას, რომ როგორი იყო ეს ყველაფერი. მე მინდა რომ თქვენ ცოცხალი რწმენა გქონდეთ. მე მინდა ერთი რამე რომ ეს კვირები რაც დარჩა ქრისტესთან შესახვედრად. ქრისტე უნდა დაიბადოს, ხალხო, აი ქრისტე უნდა დაიბადოს. იცი როგორი საგალობელი უნდა იგალობონ ანგელოზებმა? იცი როგორი საგალობელი? დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი ეს სიტყვები უნდა დაიბადოს ჩვენში. ეს სიტყვი უნდა დაიბადოს. რა შინა არსია ამ სიტყვებში? დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ადამიანმა გაიმასოს, უნდა გაიასრო, შენ დიდება უნდა შეწირო ღმერთს, რომელიც არის ყველგან და ყველაფერში. და მეორე სიტყვები როგორ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა. ქვეყანაზე რომ მშვიდობა იყოს და მშვიდობა რომ დამკვიდროს ქვეყანაში, პირველ რიგში ეს მშვიდობა უნდა იყოს შენში. თუ შენში ეს მშვიდობა არ არის, შენ სხვას ამ მშვიდობას ვერ გადასცემ. თუ შენ ვიღაცას უპირისპირდები, ვიღაც იმათ ბოღმა გავს, ჯო გავს, შენში ეს მშვიდობა არ იქნება. და როცა შენში დამკვიდრდება ეს მშვიდობა, ეს საოცარი მშვიდობა, მე იქნება კაცთა შორის ერთობა და ეს სათნოება და ერთმანეთი მე გვეყვარება. სხვანაირად ეს ერთმანეთის სიყვარულს ჩვენ ვერაფრით ვერ შევძლებთ.